სეულში გამართულ ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია მონაწილეობდა. ღონისძიება ქართულ მწარმოებლებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქცია წარუდგინონ ადგილობრივ ღვინის პროფესიონალებს, ღვინის იმპორტიორებსა და მედიის წარმომადგენლებს. მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. გამოფენას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. ქართული ღვინის მწარმოებლების შეფასებით სამხრეთ კორეა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად ქართული ღვინისთვის პერსპექტიული ბაზარია. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მაქსიმალურს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს ღვინის პოპულარიზაციას და დივერსიფიკაციას ბაზრების. დღეს ამ მიზნით ვიმყოფებით სეულში, სამხრეთ კორეაში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ღვინის და ღვინის პროდუქტებისთვის. ვინაიდან აჩვენებს უკვე შედეგები, რომ ყოველწლიურად იზრდება ღვინის ექსპორტი საქართველოსთან სამხრეთ კორეაში. მაგალითად, გასულ წელს 24-ში გაიზარდა დაახლოებით 20,000 ბოთლი და შეადგინა 75,000 ბოთლამდე. ეს არის $400,000, მაგრამ შესაძლებლობა არის უფრო მეტი. იმიტომ რომ უკვე აქაურმა მოხმარებლებმა გაიგო ქართული ღვინის ფასი და გამოიკვეთა ფავორიტი ღვინოებიც, იმიტომ ჩვენ გვაქვს 800 წლიანი ისტორია ღვინის და ამიტომ ეს უკვე ჩანს და აღიარებულია მსოფლიოში და ეს ძალიან კარგად მუშაობს. და გარკვეული არომატებიც გაიგეს, თვისებებიც ის რომ ჩვენ მაღალი ხარისხის ღვინოს უშვებს და მე ვფიქრობ დღევანდელი ეს შეხვედრაც კიდევ სტიმულს მისცემს ჩვენს მეწარმეებს 6 კომპანია მონაწილეობს, რომ განახორციელონ ექსპორტი ამ ქვეყანაში. ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ტარდება ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები კორეაში. კორეა წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს საქართველოსთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი. ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ ღვინის ექსპორტის ზრდას, ორციფრიან ზრდას. ამიტომ წელს ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მოვახერხებთ ხელის მოწერას, რომ ხელი მოვაწეროთ თავისუფალ ვაჭრობის შეთანხმებას. რაც იქნება კონკრეტული ძალიან პრაქტიკული ასპექტი და ელემენტი ღვინის ექსპორტის გაზრდის კუთხით. ასევე მუშაობთ ლოჯისტიკურ გადაწყვეტებზე, კერძოდ მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებაზე კორეასთან. ამ მხრივაც გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ვიზიტიც ბუნებრივი ამას ძალიან შეუწყობს ხელს. ამიტომ ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შემდგომ უახლოეს პერიოდში გვექნება კიდევ უფრო დიდი ზრდა და კიდევ უფრო კონკრეტული ხელშესახები შედეგები კორეის ბაზარზე. ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის კორეა სტრატეგიულ ბაზრად მიიჩნევა უკვე 6 წელზე მეტია და ამ პერიოდის განმავლობაში კორეის რესპუბლიკის ღვინის ბაზარზე მრავალი მარკეტინგული აქტივობა ხორციელდება. სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე სეულში ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია არის წარმოდგენილი. კომპანიების მხრიდან დაინტერესება ყოველწლიურად უფრო მზარდია. კომპანია ბესინი ორიენტირებულია ექსპორტზე. მნიშვნელოვანია კორეის ბაზარი ჩვენი კომპანიისთვის, სწორედ ამიტომ ვართ წარმოდგენილები აღნიშნულ გამოფენაზე. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი კომპანია პირველად იღებს მონაწილეობას აღნიშნულ გამოფენაში და მოლოდინები საკმაოდ დიდი გვაქვს. ვფიქრობ, რომ დასაწყისი საკმაოდ პოზიტიურია, ინტერესი საკმაოდ დიდია და ველოდებით კიდევ უფრო მეტ განვითარებას და შემდგომ